დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით და გაჩვენებთ ინტერნეტის იმ მხარეს, რომელთან შეხებაც უმეტესობა ჩვენგანს არ აქვს. ასეთი სივრცეა darknet-ი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების არალეგალურ მოთხოვნებს. რადგან აქ შესაძლებელია ყველანაირი ნარკოტიკის შეძენა, პედოფილური პორნოს ნახვა, იარაღის შეზღუდვა, გოლის დაქირავება თუ სხვა. ეს კი შესაძლებელია იმის გამო, რომ darknet-მა მოახერხა საკუთარი მომხმარებლის ანონიმურობის მაქსიმალურად შენარჩუნება. დღეს რეალურად ხილული ინტერნეტი არის აისბერგის წვერი, თუმცა ამ აისბერგის ქვემოთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის აი წვერის ქვემოთ არის დიდი ნაწილი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის darknet-ი. ანუ თუ შეგიძლია გითხრა რა არის darknet-ი და როგორ ფუნქციონირებს? darknet-ი არის ინტერნეტის ნაწილი, რომელიც უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის ჩვეულებრივი ბრაუზერებიდან, ვებ ბრაუზერი მაგალითად Google Chrome-ი, მისი მეშვეობით არ არის ხელმისაწვდომი ამ ინტერნეტის ამ პორციის ნახვა ამ ნაწილის, იმისთვის რომ ეს darknet-ი და dark web-ი დაკავშირებული ტერმინია. ანუ აი ხშირად არის ხოლმე მაგალითად, როდესაც ურევენ darknet-ს და dark web-ს. და აი რო გითხრა რატო ერევათ ეს ერთმანეთში და რა განსხვავებაა მათ შორის? darknet-სა და dark web-ს შორის დაახლოებით იგივე განსხვავება რაც ინტერნეტსა და web-ს შორის. ვები არის უბრალოდ ერთმანეთთან დაკავშირებული საიტების, რაც ლინკები დაკავშირებული საიტების ქსელი, ასე ვთქვათ, და ინტერნეტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ანუ როგორც უკავშირდება ერთმანეთს. და ასევე მისი პროგრამული უზრუნველყოფა და ეგეთი რაღაცა. ანუ ეს არის რეალურად ჩამონათვალი, როგორც ხვდები, სხვადასხვა ანუ საიტების და სერვისების, რომელიც შეგვიძლია შენ აირჩიო, გადახვიდე. რომ აქ შეიძლება იყოს როგორც ლეგალური რაღაცები, შეიძლება არალეგალური რაღაცებიც. ხო, ანუ ეს არის დაახლოებით შავი ბაზარი და ნაცრისფერი ბაზარი შერეული ერთმანეთთან. ისეთი თუ არის რამე რაც შეგვიძლია გავხსნათ და ვნახოთ მაგალითად. აი მაგალითად აქ ყიდია მარიხუანას. ლეგალური, ანუ სოფლის დიდ ნაწილში. კი ბატონო. ამას ნანჩვეულები შეგვიძლია შეიძლება. მაგალითად არის WikiLeaks-ი საიტი, ეს darknet-ის ნაწილი და dark web-ის ნაწილი არ არის. ანონიმურობა, პირადი სივრცის ქონა, გლობალური ქსელის პირობებში შეუძლებელი გახდა. რადგან თუ სახელმწიფო ან ის ვისაც შესაბამის რესურსები აქვს მოისურვებს, შეუძლია გააკონტროლოს შენი ადგილმდებარეობა, ნახოს პირადი მესიჯები, ჩვენი შიშველი სურათებიც, რომელიც სოციალურ ქსელებსა თუ ციფრულ დრაივებზე საგულდაგულოდ ვინახება. სწორედ ამან განაპირობა ბნელი ქსელის შექმნა, რომელიც წარმოადგენს ისეთ სივრცეს, სადაც გარეშე პირებს ხელი მარტივად აღარ მიუწვდებათ. რეალურად დღეს უკვე არსებობს darknet-ი, სისტემა, სადაც შეგიძლია შეიცვლოს ასურველი საქონელი იმის მცირე შანსებით, რომ ამას ვინმე გაიგებს. Bitcoin-ი, რომელიც წარმოადგენს ანონიმურ სისტემას, სადაც ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციები მესამე პირის ჩართულობის გარეშე. WikiLeaks-ი, სადაც შესაძლებელია დანაშაულებრივი სახელმწიფო საიდუმლოების ატვირთვა, ისე რომ ვერ მოგაკნონ. მომხმარებლის ანონიმურობაში კი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის Tor-ის ბრაუზერს. და შემდეგ დღეს ფეისბუქით Tor ქსელს იყენებენ ჟურნალისტები, რომ არ გახდნენ რაღაც შეტევის ხერხლები. Tor ბრაუზერს ვაშორში ჩაშენებული აქვს ერთი ის, რომ ანონიმიზაციას აკეთებს ტრაფიკის და შენს გეოგრაფიულ ლოკაციას აი. ახლა შევედი საიტზე, რომელიც IP-ის მიხედვით, რომელ ქვეყანას ეკუთვნის და რომელ ინტერნეტ სერვის პროვაიდერს მიჩვენებს და მეუბნება, რომ შენი ქვეყანა არის შეერთებული შტატები. და ამის რატო გეუბნება? ამას მეუბნება იმიტომ, რომ IP მისამართი ჩემი არის არარეალური, რომელსაც საიტი უყურებს. იმიტომ რომ Tor-ის ქსელი აკეთებს ამის მარშრუტიზაციას ისე რომ ბოლო წერტილი ამ მარშრუტის არის სადღაც შეერთებულ შტატებში და იქიდან გადის ინტერნეტში, ასე ვთქვათ. ანუ გადამისამართება ხდება ისე რომ კონკრეტულად შენ არ მოგაგნო და იმას ხდება გადამისამართება. ხო. რომ ვერ მოგაგნო, ხო, ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის. Aldous Huxley-ის საოცარ ახალ სამყაროში სახელმწიფო ადამიანების კონტროლს მათი ბავშვობიდანვე ნარკოჰიპნოზით ახერხებს. რელიგია ტანჯვისა და ცრემლების გარეშე. აი ეს არის ნარკოდიქტატურა, სადაც ადამიანები სრულად არიან დამორჩილებული სისტემას, რომლის მთავარი იარაღი უწყვეტ სიამოვნება და ნარკოტიკული თრობით ბედნიერებაა. Come home to the impossible flavor of your own completion. იგივე, საზოგადოების ტოტალური კონტროლი აღწერილი ჯორჯ ორუელის 1984-ში იმ განსხვავებით, რომ დამორჩილების მეთოდები სხვანაირია. აქ დაშინება, აკრძალვები, მტრის ხატის შექმნით გამოწვეული მუდმივისაგან გაშლილ მდგომარეობა და ტერორია, სადაც ყოველთვის გიყურებს დიდი ძმა, რომელიც შენს თითოეულ ქმედებას აკონტროლებს. თუ შევეცდებით ამ წიგნში აღწერილი მეთოდები დღევანდელ რეალობაში გადმოვიტანოთ, სრულად ლეგიტიმური იქნება თუ დავეჭვდებით, რომ დიდი ძმა არის big data, რომელიც ჩვენ შესახებ განუზომლად დიდ ციფრულ ინფორმაციას ინახავს და გვაქცევს საწარმოო პროცესებში ჩართულ კოდებად. დიდი ძმა არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც ადგენენ დღის წესრიგს, ქმნიან მტრის ხატებს, თავად ირჩევენ მთავარ თემებსა და ქმნიან მოდელირებულ საგანგაშო მდგომარეობებს.
დიდი ძმა არის სარეკლამო ალგორითმები, რომლებიც ყოველთვის უყურებენ თუ რას უყურებთ, რას უსმენთ, რა მოგწონს, რა გვინდა და განგვისაზღვრავენ თუ რა უნდა გვინდოდეს, რა გსურდეს და გვაბედნიერებდეს. კონფიდენციალურობა ისეთი რაღაცაა, რომელსაც შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს, რომელიც არ ჩადის კრიმინალს და შეიძლება პირიქითაც კრიმინალს ემალება, ხო? შეიძლება იყოს სახელმწიფო, რომელიც არის დესპოტური სახელმწიფო და ადამიანი რაღაც თავის შეიძლება იყოს ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს, ხო, სახელმწიფოს მარწუხებს, ასე ვთქვათ. იგივე 1984-დან ჯორჯ ორველის 1984-დან ვინსტონ სრომი მქონდა დარკნეტზე წვემა, ესე მარტივად ალბათ ვერ დაიჭერდნენ, ხო? ნუ ამ ხრივ რამდენად ხშირად გამოიყენება ამ კუთხით დარკნეტი? ამიტომაც ხშირად ჟურნალისტები და უბრალოდ რევოლუციონერები, ვინც ცდილობს რომ დაამხოს ავტორიტარული რეჟიმები, იყენებენ ასეთი საშუალებებს, კიდევ ბევრი საშუალება არსებობს, თქო, დარკნეტი ერთ-ერთი კომერციული ნაწილია მაგის, რომელიც ეხმარება ნამდვილად რომ ჩამოშალოს ეს ავტორიტარული სახელმწიფო და მის მაგივრად უფრო დემოკრატიული და უფრო თავისუფალი საზოგადოება მივიღოთ. სარეკლამო რევოლუცია ზოგადად ისეთი რაღაც არის, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ სულ სხვა რაღაცები ხდება, ხო? ანუ მიმდინარე ეტაპია ერთ-ერთი დღევანდელი სარეკლამო ინდუსტრია და ალგორითმები იხვეწება და იხვეწება, ევოლუცია ხდება, ასე ვთქვათ. და პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია ვთქვათ, ბუნებრივი ევოლუციის მსგავსი რაღაც ხდება, ალგორითმები იწვრთნებიან მომხმარებლების ინტერაქციაზე და როგორ მოქმედებენ. და იმისთვის რომ ავირიდოთ ასეთი მიმართული ჩვენზე მიმართული მანიპულაციური განცხადებები და რეკლამები, მაგის ერთ საშუალება არის დარკნეტი. კონკრეტულად არ ვიტყვი დარკნეტი, მაგრამ უფრო თორის ქსელი, თორის ბრაუზერი. ამ შემთხვევაში დარკნეტზე საერთოდ არ ვარ შესული, YouTube-ზე ვარ შესული. და YouTube-ის ვიდეოების ტრენდინგი ამომიდოდა ასევე რა შეიძლება მომეწონოს, მაგრამ ეს არ არის ჩემი აქტივობის გამო. ეს არის სხვა ხალხის აქტივობის გამო, რომელმაც გამოიყენეს თორის ეს კონკრეტული კვანტი. საკითხს ორი მხარე აქვს. პირველია საფრთხის შემცველი და ბინძური აქტივობები, რის საშუალებასაც ბნელი ქსელი იძლევა, რადგან თავს იყრიან სხვადასხვა კრიმინალები. მათ წინააღმდეგ კანონი საკმაოდ მკაცრია, თითოეული მცდელობა შეღწევისთვის შესაძლოა უმკაცრესად დაისაჯოს. მაგალითად, Silk Road-ის დამფუძნებელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ნაკლები არც უბრალო მომხმარებელს ამუქრებად თუ გამოიჭირეს. მეორე მხარეა პირადი სივრცე, რომლის შენარჩუნება უფრო ძნელდება გლობალური ქსელის კონტროლის პირობებში და ამის გამო გვიწევს ორიდან ერთზე არჩევანის გაკეთება. პირადი სივრცე თუ უსაფრთხოება. You can't have 100% security and also then have 100% privacy. და თუ ჩვენ გვინდა ორივე, უსაფრთხოება და სრული თავისუფლებაც შეგვიძლია უბრალოდ